ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს თურქეთში მოგზაურობა კვლავ გრძელდება. ამჯერად მინდა გიამბოთ იმ საოცარი წყლების შესახებ, რომლითაც მანჩო გაუცებული და ახრთოვანებული იყო. თერალის წყალი. წავალთ ამ სოფელში, სადაც დაახლოებით 15,000 კაცი ცხოვრობს და ჩავწერთ 80 წლის ხანდაზმულ ადამიანებს. ეს არის იმ სოფელში მეჩეთი, სადაც ათათურქი ცხოვრობდა. ისეთი რომ აბანოები და სამკურნალო წყლებია ბევრი. სამკურნალო წყლების ისეთი ჭუკი, კუჭის წყალი, თვალების წყალი, ფეხების ისეთი რემატიზმების ხო ალბათ. ეს კატა აქ მგონია ცავს რაცხას. ხო, საყვარელია რა. დაუხატია საყვარელი. კი, ნამდვილად ძალიან ლამაზად დაუხატია. ყველაფერი წყლისგან იღებს სათავეს. ეს არის ბუნებრივი, უნიკალური რესურსი, მოლეკულა მუდმივ ცვლილებასა და განახლებაში. წარმოშობა დაახლოებით 10,000 წლით თარიღდება. ციდან წვიმს მონტებალდოს იმპლუვიუმის აუზში, 800 მეტრზე მეტ სიმაღლეზე. ყოველი წვეთი ღრმად აღწევს კლდეში, ამდიდრებს მინერალებით და იმატებს ტემპერატურა, შემდეგ კი ამოიფრქვევა. 20 წლიანი მოგზაურობა ბუოლას წყაროსთან, რომელიც მდებარეობს გარდას ტბის ქვემოთ. თერმული წყალი უნიკალურია, რადგან ის თავისთავად აერთიანებს გოგირდოვანი წყლების და სალცო ბრომოიოდის წყლების სამკურნალო თვისებებს, რაც სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის. რომალების დროში უფროსების ან პრეზიდენტების ან იმათი ქალბატონების, პრინცების შეხვედრა ადგილი ყოფილა დასასვენებელი და გარდა იმისა, რომ იგი ბაქტერიოლოგიურად სუფთად ითვლება, ის ჰიპერთერმულია, რადგან გამოდის დაახლოებით 69 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და არის მინერალური წყალი 180 გრადუს ცელსიუსზე ფიქსირებული ნარჩენების გამო. თერალის წყალს ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას აქვს ორგანიზმზე მრავალჯერადი ეფექტი, რომელიც არ არის ადვილად მიღებული ტრადიციული მედიკამენტებით. 1911-ში რომას, იტალია რომას წყლების ის ყოფილა წყლების რადუსის ისა ნება და ისა საჩუქარი, ეს არის საჩუქარი. აჰა, ჯილდო მიიღო ამ წყალმა. ჯილდო აიღო ამ წყალმა. აი აქ ინგლისურად წერია, აჰა. ამ სიგელით დაჯილდოვდა. და ისა იმ თემაზე ათათურქი ყოფილა იქა იმ წუთში. აჰა. და მიიღო ალბათ ძალიან დიდი მადლობა. ათათურქმა მიიღო ეს ჯილდაობა. ეს არის ალბათ რაღაცა რომ დაიწერა ხო ამათზე, ამ ქალაქზე ხო? ამ მონაპოვარ რაღაცებზე. 55 წლის გაზეთი ყოფილა ესა. აჰა, ასეთი გამოდიოდა 55 წლის წინ. ნახეთ შუა იანვარში. მისი უნიკალური ქიმიურ-ფიზიკური მახასიათებლები შესაძლებელს ხდის ლორწოვანი გარსის ბიოლოგიური ბალანსის მატებას, თავდაცვის პროცესების რეგენერაციას და სტიმულირებს გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. ანტისხეულების წარმოქმნის გაზრდის, ლორწოვანი გარსის რეაქტივაციის და შესაბამისად აქტივობების გზით. მავნე უცხო ნაწილაკების აღმოსაფხრელად.
სხვადასხვა თვისებებსა და მოქმედებებს შორის, რომელიც აქვს თერმულ წყალს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ანთების საწინააღმდეგო. როგორც ცხელი წყალი მოდის, ძალიან ცხელი და ის ყოფილა თვალებისთვის ძალიან კარგი. ზოგადად ყველაფრისთვის ცხელი, ბუნებრივად ცხელი წყალი, მაგრამ ყველა დანიშნულება არის სხვადასხვა. ეს არის მაგალითად თვალის წყალი, რაღაც არის მაგალითად კუჭრაწლავის სამუშაო, ბევრნაირი წყლებია. ასევე ძალიან დიდი პროფესია რევმატიზმები ძალიან კარგად იმკურნება. რომ დაახლოებით 10 დღე უნდა ინტერვალშაო და გაკეთო, ისე რომ შეესწავს ჯანმრთელობის სრული პირობა მისცე. ნახეთ, ალბათ ამჩნევთ ის როგორ ამოდის, იმდენად ცხელია წყალი, რომ აი ამჩნევა ალბათ კადრშიც, რომ ძალიან ცხელია წყალი. ჩანჩქერი, ნახეთ რა ლამაზია ჩანჩქერი, საოცარია და როგორ კარგად არის, ეს არის ის წერტილი, მე რო გითხარით, რომ პირველად ცხელი წყალი მოდის აქედან და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, თუმცა ჩემი დიდი ყურადღება მიცემენ, ნახეთ როგორ სილამაზია ჩანჩქერში, როგორ ლამაზად არის ყველაფერი. მოკლედ გამოყევით და საოცარი მოგზაურობა გველოდებათ წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ადამი საკმაოდ დატვირთული იყო, მაინც გამოყო ერთი დღე, იმისთვის, რომ ეს არაჩვეულებრივი წყლები ახლოდან გვენახა და თითოეულ მათგანს გავცნობობდით. მადლობა მას ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფის თანადგომისთვის. და ეს არის ადგილი, სადაც ყველა ტოვებს თავის სამახსოვრო წარწერას, ვინც იყო, ნახეთ რამდენი ვინმე იყო, ყველას აქვს დატოვებული, ეთქობა რაღაცა ძალიან ისეთი განსაკუთრებულია, როგორც ჩვენთან არის მაგალითად, აი ხიდია, სადაც ვაბავთ ბოქლომებს და ეს ნიშნავს, რომ ბედნიერი ხარ და აი მსგავსი რაღაცა აქაც გაკეთებდი. როგორც ბატონი ადამი გვეუბნება, ბატონო ადემ, ეს რა ადგილას ვართ ამ წუთში და რა არის ეს? ეს არის შეყვარებულების გზა და შეყვარებულების კიბეები. ანუ შეყვარებული წყვილის კიბეები და გზა, ხო? დიახ. ანუ აქ ორი კითხვაა ახლა. შეყვარებულები რომ არიან, ისინი მიდიან თუ ვინც აქ გაივლის შეყვარებული გახდება? ვის რომ შეყვარებული ყავს და მოვა აქა სამწარებლად ამ გზაზე ისე იასტა მერე იარსტა მერე უფრო განძნდება მათი შეყვარება და მათი გაძლიერდება. ხო, აი ეს ხეც ადასტურებს, ნახე როგორი გადაჯაჭვულია. ალბათ ამიტოც არის ესეც. აი გზა ახლა აგზე ვიგდება ორი და. აჰა. ან მეფე ან დედოფალი ან შეყვარებული ბიჭი ან შეყვარებული გოგო გარიგდებიან და მე ასე შუაზე რომ მოვლენ ერთმანეთსა შეხედენ და უფრო გააკეთებენ ურთიერთობას და სიყვარულს და გაამაგრებენ უფრო. მე არ მყავს შეყვარებული და მარტო მივალ ახლა. აი მე აგზე მოიყრებიან ხო. აქედან დაანთვალებენ შეიკრიბებიან და ყველანი ათვალიერებენ აქედან ამ სილამაზეს, ხო? ამ სილამაზეს და აბანოებს და ამ წვანეობას და ამ თას დაამთვალებენ მე აქედან. ხო, ანუ აქ ეწყობა ქორწილი, დღესასწაულების ფოტოსესიები. დიახ, აქ იღებენ. და ეს არის სიყვარულის კიბე. აი აქ წერია შეყვარებულების გზა. რა წერია? შეყვარებულების გზა. შეყვარებულების გზა. ხო და წავედით. ის იყო კიბეები. ის იყო შეყვარებულების კიბეები. წავედით. ეს გზა. წავედით. მოკლედ მთელი ეს ხეები ზაფხულში ყვავილებსა და ვარდებსა გაიყრებს. და არის ულამაზესი სანახაო. ფოთლებსა და ძალიან ლამაზი ადგილი ხდება ზაფხულში. ახლა ყვავილები და თუმცა ახლაც ნახე რა ლამაზია. გადახლართული ხის ტოტები. სიყვარულის ხეივანი.
ეს არის ბაზრობები, ხო? და ტურისტები ყოველთვის სარგებლობენ ამ ბაზრობებით. საერთოდ ნატურალური ბაზარი. ნატურალური, ანუ კარგად დამზადებული ნატურალური პროდუქტი. რა თქმა უნდა, ხა სოფელში მომზადებული, ამ სოფელში მოსული აჰა. თავიანთი მოსახლეობის მოტანილი